გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ ვინ არიან ორგანიზატორები იმ ასე ვთქვათ დესტრუქციული ქმედებების, რომელთა მიზანი არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის, ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული დემოკრატიის ლიკვიდაციის, ასე ვთქვათ, გეგმაზეა საუბარი და ამ გეგმის ორგანიზატორები და მთავარი შემსრულებლები არიან ის ადამიანები, ბიზნესის წარმომადგენლები, პოლიტიკური წრის წარმომადგენლები, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რომელიც ვიხილეთ აი ამ სანქციონებულთა სიაში. ეს ადამიანები სამწუხაროდ შავი ასოებით ჩაეწერებიან მათ შორის საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო გალაშქრება, როდესაც ამ ადამიანებმა არამხოლოდ გადაუხვიეს ჩვენი ეროვნული კურსიდან, არამედ საფრთხე შეუქმნეს ევროატლანტიკურ სივრცეს. და ამ სანქციების კუთხითაც კიდევ ერთხელ ჩნდება, რომ ჩვენ ვართ ნაწილი ევროატლანტიკური სივრცის, დასავლეთის ნაწილი ვართ და უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ მთელი ჩვენი პარტნიორების ბუნებრივი მოკავშირეების მიერ აღიქმება როგორც მთელი ევროატლანტიკური სივრცის გამოწვევა და პრობლემა. ანუ ეს ადამიანები ჩვენ წლების მანძილზე მათ შორის ჩვენი ანტიკორუფციული გუნდი, ჩვენი პარტიის მუშაობდა და ჩვენ ხონდა არაერთი თვისებულება, რომ ეს ადამიანები იყვნენ ჩართულები კორუფციაში, დემოკრატიის სირის გამოთხრაში და სწორედაც როცა ვსაუბრობთ სქემაზე და გეგმაზე, რომელიც არსებობდა საქართველოში, რომელიც გულისხმობდა ინსტიტუციების მთლიანად ვითაცებას ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ლიკვიდაციას საქართველოში, ეს ადამიანები იყვნენ აქტიურად ჩართულები. მათ შორის ყველა ამ სქემაში სასამართლო სისტემის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები, იმაში რომ სასამართლო ყოფილიყო მიტაცებული, ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები ამ შავ სქემებში ივანიშვილის და ყველა ეს ადამიანი არის პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა. საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი მუშაობს ნორმებზე, პრინციპებზე დაყრდნობით და არა ასე ვთქვათ, საკუთარი ბუნება განწყობილებები, სადაც ყველა ამ ადამიანზე არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და კონკრეტული ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გარემოებები, რამაც ისინი ამ სიაში შეიყვანენ. პოლიტიკური პარტიის აკრძალვის თავაზე შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტიდან იქნება, რომელიც სამეცნიერო საპარლამენტო კომიტეტებზე, რომელიც ხო, ნუ ივანიშვილი აგზელებს ამ დიქტატურისკენ სვლას, რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთხელ გამოვლინება იმის, რომ მას უბრალოდ არ სურს, რომ არსებობდეს კრიტიკული ორგანიზაციები საქართველოში, არ არის საუბარი მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ის ცდილობს, რომ გააუქმოს, გაანადგუროს, მათ შორის თავისუფალ მედია საშუალებებზეც ხორციელდება უპრეცედენტო ზეწოლა. საბოლოო ჯამში თუ დაცალდა ივანიშვილს, მე რვა წამს რომ არ დაცალდება, მისი მიზანი გახავთ ეს, რომ თუნდაც ამ წლის ბოლოსთვის აღარ არსებობდეს კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციები საქართველოში, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ჩათვლით. ეს ზოგადად გასაგებია, რომ კონკრეტულად რომ ახალგაზრდებს შეიძლება ის რომ აკრძალოს, მაგრამ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ესეთი კანონმდებლობა, იმანაც რომ საუბარი ალგორითმის წარმატებაში სხვადასხვა ორგანიზაციების საუბარია. ზოგადად რას ვფიქრობთ? ზოგადად ახლა თუ ორგანიზაცია გახავთ ექსტრემისტული და არის უბრალოდ არ გახავთ პოლიტიკური ორგანიზაცია და კრიმინალური ორგანიზაცია გახავთ, რომელსაც ფსევდოპოლიტიკური მიზნები აქვს, რა თქმა უნდა, ეს უნდა რეგულირდებოდეს კანონით, მაგრამ საქართველოში ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც დემოკრატიის უკუსვა გვაქვს, როდესაც ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული მთელი ძალაუფლება და რა თქმა უნდა, მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივები იქნება გამოყენებული არა რაღაც დემოკრატიული მიზნებისთვის და უსაფრთხოების მიზნებისთვის, არამედ კონკრეტული პიროვნების ოლიგარქი ივანიშვილის ინტერესებისთვის. ეს არის ყველასთვის ცხადი, ანუ ყველა მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივა არის მარტივად იმისთვის განკუთვნილი, რომ მოხდეს ყველა კრიტიკული ორგანიზაციის განადგურება. აი, თქვენ უხედავთ რაიმეს აქვს ეს ზოგადად პარტიების კუთხით, რომ იყოს რაღაც მოქმედეს ეს კანონი ზოგადად. ეს რა საქართველოში ახლა ჩვენ როცა საუბრობთ დასავლურ ეგრესოდებული კურსის მქონე პარტიებზე, ეს პარტიები და პირდაპირ რომ ძალიან მშვიდობიანი და ხანდახან ზედმეტად მშვიდობიანიც არის ხოლმე ეს პოლიტიკური ძალები. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ ეს ძალები თითქოს რაღაცა ძალადობრივი ხასიათის არის, ამიტომაც დესტრუქციას ეწევა პირიქით, მე შეიძლება ვთქვა, რომ ზედმეტად მშვიდობიანი არის ხოლმე ხანდახან ეს პოლიტიკური ორგანიზაციები თავიანთი წესრიგით. რაც შეეხება გასაუფლებელ ორგანიზაციას, არის ახლა ადამიანი, რომელიც იღებს კრემლიდან ინსტრუქციებს, გულისხმობ ივანიშვილს და მთელი მისი პოლიტიკური ძალა არის სანქცირებული, იზოლირებული და კეთრონად აღიარებული. თუ ვინმესე შეიძლება იყოს საუბარი, რომ პოტენციურად ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არის არაპოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ანტისახელმწიფოებრივი მიზნები და წესრიგი, ეს არის საკუთარ ივანიშვილის ოცნება. 26 მაისთან დაკავშირებით რას აპირებთ, მაგრამ არის როგორც შეიძლება იქ რაიმე აქტიურები. ხო, 26 მაისთან დაკავშირებით თავარ ახლა ჩვენ რა თქმა უნდა დღეებზე ახლა როცა არის ყველაზე მთავარი დღეები საქართველოს უახლოეს ისტორიაში და სიმბოლური თარიღები დაანონსებული აქვს დიდი აქციები ბოლო თვეების მანძილზე 26 მაისის გამონაკლისს არ წარმოადგენს, αλλά კონკრეტული დღის წესრიგი რა თქმა უნდა ახლა ჯერ ადრე ამაზე საუბარი, იმიტომ რომ გრძელდება კონსულტაციები მათ შორის
წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებს აქვს ყოველთვის კონსულტაციები, ჩვენ ვხდები მათთან კონსულტაციები, თუ ჩვენ არ გვაქვს კოორდინაციის და კონსულტაციების პრობლემა არც ერთ პოლიტიკურ აქტობთან, ამიტომ ჯერ ადრე ესაუბროთ, თუმცა ალბათ საზოგადოების მოხმარებული გახდება როგორც მომავალში. ანუ შეხვედრა იყო არის იცით მე უფრო გავაკეთებდი წინააღმდეგობის პლატფორმის და რამდენიმე ქვეყნის მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებიც არიან მოწვეული, ანუ იმათგან თვითონ რაიმე ჩამოდიან, ანუ აპირებენ. ხო, მე ჯერ ძიას არ თავშევიკავებდი გასადევებისგან, მით უმეტეს ჩვენი პოლიტიკური ძალა და სხვა ჩვენი პარტნიორები ვიცი, რომ პირველ რიგში ვებრძოლებით ამ ეტაპზე 9 მაისისთვის, როდესაც ევროპის დღესთან დაკავშირებით იმართება მარშები და ერთ დიდ აქციად მოხდება მე ამ მარშების გაერთიანება, ამიტომ ჯერჯერობით თუ სამზადis ყოველდღიური მიდის ამ აქციის და ამიტომ ყოველს მოვუწოდებ 9 მაისს სხვა პროვოკაციებზე იქნება თავშეყრის ადგილები, დაუძრებით მარშით ევროპის მოედნისკენ და ყველა მიიღოს მონაწილეობა, ვისაც გააზრებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიყოთ ევროპის და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და არა ამ ბოროტების ღერძის ქვეყნების და ავტორიტარული ბანაკის ნაწილი. 21 მაისთან დაკავშირებით სამწეს პრეზიდენტმა ითქმა, რასაც იყო ჩაუგარებლა. თქვენ რა როლს ხედავთ პრეზიდენტის და აი ამ არ სამომძვროებიშვილს აქვს გარკვეული როლი გამომდინარე იქიდან რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი საჯარო პირებიდან რომელმაც არ მიიღო სახელმწიფო წარმომადგენელი საჯარო პირებიდან რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო გადატრიალებაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი ოფიციალურად იქნა არათუ ეჭვქვეშ დაყენებული, არამედ შეცვლილი, თუმცა მე რა თქმა უნდა ხმარ წამს რომ მისი როლი ახლა არ გახდათ ესეთი რაღაც ერთპიროვნული და ამ ერთ-ერთი მიზეზი ის რომ ჩვენ ამ პლატფორმის წევრები არ ვართ არის ეს რომ სამომძვროებიშვილს ნამდვილად არ აქვს ესეთი დომინანტური და ერთპიროვნული როლი ამ პროცესში, რაც შეეხება მის როლს რაღაც როლი კიდევ ერთხელ მას აქვს თამაშობს ამ როლს მithumetes საერთაშორისო პარტნიორთა ურთიერთობაში, მაგრამ არ უნდა მოხდეს ხოლმე გადაჭარბება მისი აი ამ დანიშნულების. ოცნების ყრილობა გაიმართება, კონსულტანტი დაიჩენ და რამდენიმე პოლიტიკური საბჭოს წევრი. აი ამაზე რა ვთქვით, დაიმსვლელება თუ იქნება თავმჯდომარის არჩევის. ივანიშვილის გუნდის ბუნება გახავთ ესეთი, რომ საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საკადრო გადაადგილებებს, იმიტომ რომ ახლა ინსტრუქციებს კრემლთან წამოსულს ვინ შეასრულებს და ვინ იქნება ივანიშვილის გარემოცვაში რაც ფორმალურად წამყვანი ფიგურა, ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო წლების მანძილზე. რაც შეეხება კონკრეტულ ასე ვთქვათ შიდა ცვლილებები ბოლო პერიოდში განპირობებული არის შიდა კლანური დაპირისპირებებით, რაც საბოლოო ჯამში ნამდვილად არ არის ცუდი, იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც რეჟიმის დემონტაჟია საუბარი, შიდა კლანური დაპირისპირებები მსგავს ტიპის რეჟიმებისთვის არის ძალიან, ჩვენთვის არის კარგი რომ ასეთი შიდა კლანური დაპირისპირებები მდებარეობს, თორე საკადრო გადაადგილებებს და ცვლილებებს მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, სანამ ეს სისტემა ფუნქციონირებს. კიდევ ერთი რა დაგხვდათ და რა განაპირობებს ოპოზიციისთვის ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერას და რატომ აქტიურობენ განსაკუთრებულად ბალტიისპირეთის საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში? იმიტომ რომ ამას აქვს თავისი ისტორიული გარემოება, ბალტიის ქვეყნები იყვნენ ასევე რუსული იმპერიის აგრესიის სამიზნეები ბოლო საუკუნეების მანძილზე და ის ქვეყნები, რომლებიც არიან რუსული იმპერიის სამიზნეები, განსაკუთრებულად სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ. მე შეგახსენებთ თუნდაც პოლონეთის აქტიურობას ჩვენ საკითხთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების აქტიურობას, იმიტომ რომ მათ სხვა ევროპულ ქვეყნების განსხვავებით უფრო მეტად ტკივად და უფრო მეტად ახლოს მიაქვს საქართველოს პრობლემები, მათ შორის ეროვნული მოძრაობის დროს საქართველოს ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა ძალიან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ამიტომაც ამას აქვს ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები.